გამარჯობათ, მოგესალმებით ნათია ინესარძე. ვარ 31 წლის, ცხოვრობ ახალციხეში და რა თქმა უნდა მოკლედ ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი ასე რომ ვთქვათ ტელევიზორის მეშვეობით აჩვენებენ თუ როგორ მისტერიან იმას რომ დაეკარგა სახლი, აღარ გააჩნია არც საცხოვრებელი, არც საბადებელი, რომელმაც სიცოცხლის რაღა აზრი აქვს, ერთ-ერთი ქალბატონის განცხადება იყო, რომ კი ცოცხალი დარჩი, მაგრამ ასე სიცოცხლის რა აზრი აქვს. იცით რაშია მეგობრებო საქმე? მოდით ასე შევხედოთ, ის სახლი კარი, რომელიც ერთ წუთში აღარ იყო, რომელიც 30 წელი, ან 50 წელი აშენე, ხო? ან კრედიტით აშენე, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? იცით რატო გრძნობთ ახლა თავს ცუდად? იმიტომ გრძნობთ, რომ თქვენ თავზე მეტად უპირატესობას ანიჭებთ მატერიალურ რაღაცებს. იმიტომ რომ შეხედეთ რისთვის აშენებთ სახლს. იმისთვის რომ გქონდეთ კარგი განწყობა. რისთვის გაქვთ კომფორტი სახლში, ცხელი წყალი თუ თქვათ მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მოწყობილი ვარ ტუალეტი და ასე შემდეგ. იმისთვის რომ თქვენ გქონდეთ კარგი განწყობა, ხო? ანუ ნებისმიერ რამეს ქმნით იმისთვის რომ გქონდეთ კარგი განწყობა. ანუ ნებისმიერი რამე იმიტომ კეთდება რომ თავარი არის განწყობა ადამიანისთვის, ხო? და ისმის კითხვა. რა განწყობა სახლი გიქმნის? მეგრით რაშია საქმე? ანუ მე ვის თქმა მინდა რომ იმან რომ თქვენი სახლი აღარ არის, ამან არ უნდა იმოქმედოს თქვენს განწყობაზე, აი მაგ ყველაფერი უნდა მიიღოთ როგორც ჩვეულებრივი ამბავი. მაგალითად აი ხიდან ჩამოვარდა ფოთოლი, ხო? თქვენ ხო ამაზე არასდროს არ ნერვიულობთ. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხო? ან მაგალითად კენჭიდებს გზაზე, ან მაგალითად რა ქვია ჩიტი დაჯდა ხეზე. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. ან თქვათ გაქვთ სახლში მაგალითად რომელიღაცა ხილის ხე და მოვიდა ერთი ჩიტი და ეს ხილი შეჭამა, მაგალითად გაქვთ თუთა სახლში, ან ალუბალი, ან ალუჩა. მოვიდა ერთი ჩიტი და შეჭამა ეს ხილი ერთი ცალი. თქვენ ამაზე ნერვიულობთ და განცდით? არა, იმიტომ რომ იცით რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხო? ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა. აქედან გამომდინარე, როცა თქვენ სწორედ აი ასეთი კუთხით შეხედავთ 13 ივნისის ღამეს, ხო? და შეხედოთ რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს ხდება ყველგან. დაინახეთ პოზიტივი იმაში, რაც დააგრჩათ. ის რომ არ დაინვალიდდით, ხომ? შეგიძლიათ თქვენი ხელფეხით გადაადგილება, ის რომ სამუდამოდ არ დასახიჭრდით, ის რომ თქვათ ისი არ დაგანახინჯათ აი ამ წყალდიდობამ, რომ თქვათ არ მოგაჭრეს ხელები, ფეხები, ხო, ისი არ დაგამტვიათ. ანუ შეგიძლიათ თქვენით გადაადგილდეთ, ხომ? აი ეს პოზიტივი დაინახეთ, იმიტომ რომ ბედნიერება არ არის რაღაცა მდგომარეობა. მით უმეტეს მატერიალური. ბედნიერება არის თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა, მეგობრებო. უამრავი ინვალიდი ადამიანი, ჯანმრთელად ფიზიკურად ინვალიდი ადამიანი არის ბედნიერი, ასე ვთქვათ, ფიზიკურად გამართულ ადამიანთან. იგივე სტიუდენტი ავიღოთ, იგივე ნიკ ვიუჩინი ავიღოთ, ხო, რომელიც მილიონერია, ხელფეხის გარეშე დაიბადა ადამიანი. უამრავი მაგალითია ინტერნეტში, როცა ადამიანებმა დააკარგეს არა ვთქვათ სახლი, კარი, არამედ სხეულის ნაწილები და მათ სხვა ადამიანის ნუგეშიც კი შეუძლიათ და წარმატებულები გახდნენ ისინი. ხო? აი ამიტომ იმის ნერვიულობა და შინაგანი გაზრდა, რომ აი მთელი სახლი კარი დავკარგე
და აღარაფერი არ გამაჩნია, შედალოთ, რომ შენი თავი ხომ გაგაჩნია. ამიტომ თუ ის სახლი კარი, იმიტომ ააშენე, რომ შენ კარგად გეგრძნო თავი, ხო? კომფორტულად გეგრძნო თავი, ხო? რა ხან სახლი კარი დაიგრა, ამიტომ აღარ უნდა იგრძნო სახლის თავი კარგად. ამიტომ ერთ-ერთი მკურნალი, ერთ-ერთი ფსიქოლოგი, ერთ-ერთი დამხმარე, ერთადერთი ადამიანი, ვინც შეუძლია თქვენ უგეში გცეთ, არის ეს თქვენი შინაგანი გადაწყვეტილება, შინაგანი დამოკიდებულება, რომ ყველაფერს ეშველება, რომ მე ვარ ბევრად ძლიერი, ხო? ბევრად ძლიერი ვიდრე აქამდე ვიყავი და აი თუნდაც და მატერიალურმა რაღაცებმა ჩემზე არ უნდა მოახდინოს გავლენა, ჩემს განწყობაზე. მე ვარ ისეთი ძლიერი, რომ მე ყველაფრის მიუხედავად ვიქნები ძლიერი, მე ყველაფრის მიუხედავად ვიქნები კარგ განწყობაზე და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს რა გამოდის არ ვიცი და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენი ბედნიერება, აი მე დღეს მაგალითად წავიკითხე ერთი ესეთი რაღაცა გაზეთში, რომ ერთი გოგოა, რომ ძალიან მდიდარი მამის შვილი ვარო, ძალიან ლამაზი ვარო, ძალიან მდიდარი ვარო, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავსო. ვიღაცა მაგდაწერდა 24 წლის, რომელიღაცა ჟურნალში იყო. ძალიან მდიდარი ვარ, ძალიან მდიდარი მამის შვილი ვარ, ძალიან ლამაზი ვარ, ასე შემდეგ, მაგრამ ვარ უბედური, იმიტომ რომ სიყვარული არ შემიძლია და არ ვიცი რა არის სიყვარული. ხვდებით, ანუ ბედნიერება სულაც არ არის მატერიალურ რაღაცებში. ბედნიერება არის თქვენს აზროვნებაში. ამიტომ თუნდაც ის რომ შეგიძლიათ აზროვნება, შეგიძლიათ სიარული, შეგიძლიათ გაქვთ მხედველობა, შეგიძლიათ ჟანგბადს უნდქავთ ბოლო-ბოლო, ხო? შეგიძლიათ, ანუ დაინახეთ პოზიტივი რაღაცა თქვენში, რომ თქვენ რაღაცა შეგიძლიათ, თორემ ნეგატივი ცოცხლე რა. იმდენია, რომ ეს თქვენი არჩევანია, ნეგატივს დაინახავთ თუ პოზიტივს დაინახავთ. ნებისმიერ ნეგატივში შეგიძლიათ დაინახოთ პოზიტივი და იმიტომ რომ თქვენ ხომ ბევრად ძლიერები ხართ ვიდრე მანამდე, ვიდრე 13 ივნისის ღამე მოხდებოდა. ხო, თქვენ იქით უნდა ანუგეშებდეთ მთელ სამყაროს და მთელ მსოფლიოს, რომ ხართ მაგალითები სიძლიერის. მე ხლა სწორედ დაზარალებულებს მიმართავ, ვინც ფიზიკურად დაზარალდა, რა თქმა უნდა, ხო? აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, იმიტომ რომ ვარ 31 წლის და ასე რომ ვთქვათ, რაღაც პატარა გამოცდილება ცხოვრებისეული მიჩევიძინე, ხო? და ნებისმიერ ამის რომ გადავხედავ წლების შემდეგ, შეიძლება იმ მომენტში ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, მაგრამ წლების შემდეგ რომ გადავხედე, მივხვდი რომ ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მე დღეს ბევრად ძლიერი ყოფილიყავი, ხო? აქედან გამომდინარე, მიიღეთ ეს როგორც თქვენი გაძლიერების საშუალება ეს 13 ივნისი. და ის რომ თქვენ ხა არ გაქვთ სახლი კარი, ხო? ესეც მიიღეთ. გამოწვევათ რომ თქვენ ბევრად ძლიერები გახდეთ, ანუ ისე ვიმეორებ. მატერიალური რაღაცები არ უნდა განაგებდეს და მეფობდეს თქვენზე, არ უნდა ასე ვთქვათ, ახდენდეს გავლენას თქვენ ფსიქოემოციურ განწყობაზე, იმიტომ რომ მთავარი ამ ცხოვრებაში, იმისთვის რომ იყო ბედნიერი, უნდა გქონდეს განწყობა. და რა გამოდის ახლა? რომ თუ კი თქვენ არ გექნებათ სახლი, არ იქნებით ბედნიერი, იცით რამდენი ადამიანი უსახლკარო ადამიანი მსოფლიოში ბევრად ბედნიერია, ვიდრე ვისაც თუნდაც ვილები გააჩნია და ერთი თუნდაც 10 სახლი ერთად გააჩნია, რატომ? იმიტომ რომ მას აქვს განწყობა. ამიტომ მოძებნ თუნდაც ის რომ ეხლა თქვენ შეგიძლიათ მე მომისმინოთ, ხო, ჩამოწერეთ, აიღეთ პასტა ფურცელი და ჩამოწერეთ. რა შეგიძლიათ? შეგიძლიათ მოსმენა, შეგიძლიათ წერა, შეგიძლიათ თქვენი ხელით დაიხოთ კბილები და შენ თქვენი ხელით დაივარცხნოთ თმები, შეგიძლიათ სიარული, ჩამოწერეთ. თქვენ იმდენი რამე შეგიძლიათ. შეგიძლიათ გადაადგილება დამოუკიდებლად, შეგიძლიათ აზროვნება, იმდენი რამე შეგიძლიათ, აბა ჩამოწერეთ რამდენი რამ შეგიძლიათ. აბა მე თუ იქნებით ეგრეთ დასტრესილები და ეგრეთ განწყობაზე, რომ ეს რაღაცები მოხდა, იმიტომ რომ ცხოვრებაში ხო მეგობრებო, იცით რა შეასაქმე? ნებისმიერი რამ იმიტომ მოდის ჩვენზე, რომ უფრო გავძლიერდეთ და არა იმიტომ, რომ უფრო დავსუსტდეთ. სხვათა შორის პიროვნული ზრდისთვის ძალიან კარგი წიგნია ესეთი წიგნი, რომელიც ყველა წარმატებული ადამიანის მაგიდაზედებს,
ამ ციკლს ქვია ინავარდეთ არწივებთან ერთად. მე მინდა გითხრათ, რომ ეს წიგნი, ერთი წელია ვკითხულობ და კიდევ ვერ გავძეხი, იმიტომ რომ ეს არის წიგნი, რომელიც აი სწორედ იმ შინაგან სიძლიერეს გვაძლევს, იმ შინაგან დამოკიდებულებას გვაძლევს, რომელიც თითოეულ ადამიანს უნდა გქონდეს და ამ წიგნის მეშვეობით ძალიან ბევრი ადამიანი გამოსულა მდგომარეობიდან და გამხდარა წარმატებული და მთავარი გახსოვდეთ, რომ ეს არის თქვენი განწყობა, მთავარი ეს არის თქვენი თვალების გაბრწყინება და დამიჯერეთ, რომ ვერანაირი დახმარება გარედან, ხომ, რაც არ უნდა თუნდაც ახლა სახელმწიფომ დაგირიგოთ სახლები და ასე შემდეგ, თქვენ მაინც იმას იმერვიულობთ და იმაზე კონცენტრაციას, რომ მე ვთქვათ ორსართულიანი სახლი მქონდა, ეხლა მაქვს ერთოთახიანი ბინა და მთელი ცხოვრება, თქვენ ხომ იმისთვის მოევლინეთ ამ სამყაროს, რომ კარგი განწყობა გქონდეთ, ხო? სტიქიას როგორ ვათქმევინებ, რომ განწყობა გამიფუჭა. ვერავინ და ვერაფერ მე ვერ უნდა გამიფუჭოთ განწყობა.